მადლობთ. კოლეგებო, მეც შევუერთდებოდი იმ განწყობას, რომელიც აქ ყველა გამომსვლელის მხრიდან გაჟღერდა და ალბათ იმის გამო, რომ კანონი მართლაც უკავშირდება ძალიან სპეციფიურ რელიგიურ თემას, პირველი რაც გამახსენდა უმცირესობის და უმრავლესობის წევრთა გამოსვლების მოსვერის დროს, გახლავთ ციტატა ბიბლიიდან, რომ გელნი და კრავნი ერთად ზოვდნენ ბალახს, ამიტომ ეს ის შემთხვევა, როდესაც თქვენ ეთანხმებით ქალბატონ ჩიორას, მე დაგეთანხმებით თქვენს ბატონ ზურავ, დავეთანხმები ბატონ დავითსაც მის შენიშვნაში და ზოგადად მინდა ასევე ჩემი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ განხილვა ძალიან კონსტრუქციულად წავიდა. იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი შენიშვნა, რომელიც ჩვენ კოლეგებს ჰქონდათ, წმინდა პროფესიონალური კუთხით, თქვათ, განათლების კუთხით ან კონსტიტუციური პრინციპების კუთხით, ბევრი ეს შენიშვნა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ასახული და გათვალისწინებული იქნა, ეს რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიური და დადებითი ფაქტია. ამავე დროს არ უნდა გამოგჩეს მხედველობიდან ამ კანონის სპეციფიური დატვირთვა და მნიშვნელობა. ეს კანონი მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ზვიადია მისი ინიციატორი, რა თქმა უნდა, ამ კანონის შესახებ ინიციატივა და თხოვნა მოდიოდა და შეთანხმებული იყო ეს საკითხი ბუნებრივია საპატრიარქოსთან. ჩვენ გქონდა ამაზე წინასწარი კონსულტაციები, ბატონ ზვიადსაც მეც გქონდა ამის თაობაზე კონსულტაციები, ამიტომ გამომდინარე აქედან ალბათ ჩემთვისაც და თითოეული ჩვენგანისთვისაც ამ კანონს კიდევ დამატებითი ღირებულება და დატვირთვა აქვს, ვინაიდან ეს ასახავს იმ თხოვნას და პოზიციას, რომელიც გააჩნია ჩვენს საპატრიარქოს. ამიტომ ყველაფერი აღნიშნულიდან გამომდინარე, პირადად მხარს დაუჭერდი ამ კანონს და რაც შეეხება უმცირესობას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში დაძალების რეჟიმში ვერ ვიქნებით, იქნება თავისუფალი კენჭისყრა, მაგრამ მე პირადად მხარს დაუჭერდა, ვფიქრობ, უმცირესობაში ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს თავის დადებით დამოკიდებულებას, ისე ვიმეორებ შენიშვნები, რომელიც იყო, რა თქმა უნდა, ეს იყო წმინდა, ასე ვთქვათ, პროფესიული შენიშვნები, მათი ნაწილი ეხებოდა იურიდიულ ტექნიკას, ნაწილი პრინციპებს, ნაწილი განათლების სისტემის, ასე ვთქვათ, ერთიანად მოწესრიგების თემას, მაგრამ ეს ყველაფერი ვფიქრობ ხელს არ შეგვიშლის იმაში, რომ კანონი იქნას მიღებული. ასე რომ მე ჩემს მხარდაჭერას ვაფიქსირებ ამ კანონის მიმართ, ჩემს პოზიტიურ აზრს გამოვხატავ იმ შენიშვნების მიმართ, რომელიც იყო გაჟღერებული უმცირესობის და უმრავლესობის მხრიდან და სადაც შეთანხმდნენ ერთმანეთში გამომსვლელი სამივე ფრაქციის სახელით და კიდევ ერთხელ ინიციატორსაც მადლობა, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინა ყველა გამომსვლელის აზრი და შენიშვნა. დიდი მადლობა.